ძალიან მარტივია. დღეს ისეთი მოცემულობა შეიძლება საკუთარ შვილზე ვერ აიღო პასუხისმგებლობა, ხო? ისეთი ვითარება. მე ვარ პასუხისმგებელი საკუთარ თავზე, საკუთარ გადადგმულ ნაბიჯებზე, როგორც წარსულში, აწმყოში და მომავალში. ჩვენ ყველამ ვნახეთ ეს ვიდეო კახა კალაძის, ეს განცხადება მან გააკეთა მაშინ, როდესაც გამოიხმაურა და ჟურნალისტები მაგ კითხეს, რომ იღებდა თუ არა ის რაიმე სახის პოლიტიკურ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ ძარცვავდნენ მისი დაქვემდებარების ქვეშ მყოფი სტრუქტურები და კერძო კომპანიები უფასო სასადილოებს და აი ეს გამოაცხადა კახა კალაძემ თბილისის მერმა, რომელიც წლები არის უკვე თბილისის მერია, რომლის დაქვემდებარებაშიც მყოფ სტრუქტურებიდან მუდმივად ისმის და ოფიციალურად დადასტურებული არის უკვე ის თემებიც, რომ იხრჩობა იქაურობა კორუფციაში და ეს კაცი საერთოდ ნაძვის ხეების დამდგმელად არის, მაგრამ კაი მაგას თავი დავანებოთ, მაგრამ ამ შემთხვევაში კონკრეტულად ამ ფრაზაზე გავამახვილოთ ყურადღება. ეს არის ერთ-ერთი ლიდერი პოლიტიკური გუნდისა, რომელიც 14 წელიწადია ხელისუფლებაშია და ეს კაცი ამბობს, ისეთი ვითარება არის საქართველოში დღეს, რომ თურმე შვილზეც ვერ აიღებს პასუხისმგებლობას. 14 წლის განმავლობაში რომ ხელისუფლებაში ხარ და იმისთანა ვითარება რო დააყენე ქვეყანაში, რომ საკუთარ შვილსაც ვეღარ ენდობი. მაშინ რანაირად გვიმტკიცებ ჩვენ, რომ ქართველი ხალხი ენდობა თქვენს გუნდს. ანუ თვითონ საკუთარ შვილებსაც ვერ ენდობიან და ამაზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ვერ აიღებენ თურმე. მაგრამ ქართველი ხალხი ენდობა ამათ უკვე 14 წელიწადი არის მიუხედავად ყველაფრისა, რაც ქვეყანაში ხდება. და აი ამას რომ გეუბნება ერთ-ერთი ყველაზე დიდი პოლიტიკური ფიგურა ამ პოლიტიკურ ჯგუფში. და ამ პოლიტიკური ჯგუფის მხარდამჭერი რო ხარ და რო ამბობ, რომ კი მე ვენდობი ამას. ეს რაღაცა კითხვებს არ გიჩენს ადამიანს. რომ აი ამას ამბობს, რომ ჩვენ ისეთი მდგომარეობა გვაქვს დღეს ქვეყანაში, რომ პასუხისმგებლობას ვერ ვიღებ საკუთარ შვილზეო. და მართლა მაინტერესებს, ანუ ესეთ თემებზე თუ ეს კაცი მათ შორის საკუთარ შვილზე ვერ აიღებს პასუხისმგებლობას, ნაძვის ხეების დასადგომად არის და რაღაცა იდიოტური საახალწლო, არაადეკვატური მესიჯების კი არა და სლოგანების მოსაფიქრებლად არის თბილისის მერი ეს კაცი. ნამუსი ხო შეიძლება რაღაცნაირად ჰქონდეს, მაგრამ აი ამას რო კაცი იტყვის, რომ მე თბილისის მერი ვარ, ესეთი ამბები ხდება ჩემს მერიაში და ისეთი ვითარებაა ქვეყანაში, რომ მე საკუთარ შვილზეც ვერ ავიღებ პასუხისმგებლობასო, ვისი ბრალია, რა ვითარება არის ამისთან, აი მაინტერესებს ესეთ შეკითხვა მაქვს ქართული ოცნების მხარდამჭერებთან. თქვენ რო ამბობთ, რომ ეს ხალხი არის უალტერნატივო და აბა ესენი თუ არ იქნებიან, ვინ უნდა იყოს სხვა, 14 წლიანი მმართველობის შემდეგ რა ვითარება არის ამისთანა? საქართველოში, რომ ადამიანი, როცა საქმე ეხება უფასო სასადილოების და შიდა კორუფციული გარიგებების თემას, საკუთარ შვილსაც ვერ ენდობა. რა ვითარება დააყენა ამისთანა თქვენ მიერ მხარდაჭერილმა გუნდმა 14 წლის შემდეგ. და აი ამ ვითარების შემოქმედ პოლიტიკურ გუნდს რაღაცნაირად და რის გამო უცხადებთ ნდობას. გაუგებარია მართლა, ანუ რაღაცა ადეკვატური მიზეზი და მიზეზშედეგობრივი პროცესი ხო შეიძლება არსებობდეს ქვეყანაში, ან ვიღაცის აზროვნებაში. სიტყვითაც და საქმითაც წარმოჩენილი არის, რომ ეს ხალხი არ არის არათუ არაკომპეტენტური ცალკეა, კორუმპირებული ცალკეა. ეს არის ძალა, რომელიც საკუთარ ოჯახის წევრზეც კი ვერ ავიღებო პასუხისმგებლობას. ანუ რო კითხო, ესე იგი ქვეყნის გადარჩენას ემსახურებიან და ისინი არიან ბასტიონი და ფარა დაფარებულები არიან ამ ქვეყანაზე, მაგრამ თან საკუთარ შვილსაც ვერ ენდობა უფასო სასადილოები რო არ გაძაცვოს. გავიგეთ, რომ შეიძლება ჰიპერბოლა არის ეს, მაგრამ ეს ჰიპერბოლა აღარ არის უკვე, როცა აი ამდენი რაღაცა ხდება ამ კაცის დაქვემდებარებაში. და როდესაც ჩვენ ვყავდა უშიშროების შეფი, რომელიც საბავშვო ბაღებს პარავდა და რომელიც ევროპელ პენსიონერებს ძარცვავდა და კოლცენტრებს კრიშავდა. თავდაცვის მინისტრები და სხვადასხვა მინისტრის მოადგილეები, რომლებიც ვილებს ყიდულობდნენ ხალხისგან და ბიუჯეტისგან მოპარული ფული. ეს ჰიპერბოლა აღარ არის, ეს ფაქტია უკვე და აი ამ ვითარებაზე ეს კაცი პირდაპირ გამოდის და ამბობს, რომ რა ვქნა ეხლა საკუთარ შვილზეც ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას და არანაირ პოლიტიკურ პასუხის, ანუ საქართველოში ესე იგი ჩამოყალიბდა ის პოლიტიკური კულტურა, რომელიც გვეუბნება ჩვენ, რომ მე თუ ვარ თანამდებობის პირი და
არაფერი არ ვიცი, იმიტომ რომ არ მითხრათ არაფერი, იმიტომ რომ ვერ გავიგე ხა იქ ვიღაცა რაღაცას თუ იპარავს. რას მიკეთებ აბა მაშინ ვერ გავიგე რისი უფროსი ხარ რანაირად ახარ რამის უფროსი და რანაირად ახარ რამის მენეჯერი და რამეზე პასუხისმგებელი თუ არაფერზე პასუხისმგებლობა არ მოგეკითხება ხალხისგან და თუ არამის მიმართ ანგარიშვალდებული არ ახარ თუ ვერავის ვერენდობი თუ გუნდი ვერ აგიწყია თუ სისტემა ვერ დაგილაგებია რა გინდა მაშინ მართლა ნაძვი იქნება ნაძვის ხის დამდგმელად დანიშნოთ ეს კაცი და დაანებოს თავი ამ ქალაქს დედაქალაქის მერი რომლის სტრუქტურაზეც აი ამდენი კორუფციული ამბავი გამოდის დადასტურებული ამბობს რომ მე საკუთარ შულზეც ვერ ავიღებ პასუხისმგებლობა ისეთი ვითარებაა იმ ქვეყანაში რომელსაც ჩემი პოლიტიკური გუნდი მართავს 14 წელიწადია და ეს არადარდებს ქართული ოცნების მხარდამჭერს და ამბობს რომ აი ამ ყველაფრის შემოქმედ და მთქმელ ერთმანეთთან თანხვედრაში მოდის სიტყვაც და საქმეს ამ ხალხის აი ამ ხალხს კიდევ მხარს უჭერს იმიტომ რომ ვიღაცა ტიპი არევასება რომელიც დგას უსთაველზე და აკაცუკები თქვეს იმაზე სპიჩში თქვა ვიღაცა აკაცუკი გესმის და აი ამაზე მთელს მოძრაობას დააკისრის პასუხისმგებლობა და აგდებულიყავს მთელს პროპაგანდისტულ მანქანას ერთმა ადამიანმა რაღაცა შეიძლება გააკეთოს ან თქვას და მაგაზე მთელს საპროტესტო მოძრაობას აკისრებენ პასუხისმგებლობას მაგრამ თბილისის მერი საერთოდ არ არის პასუხისმგებელი მის დაქვემდებარებაში მყოფი სისტემაში არსებულ კორუფციაზე. იმდენად რომ თავის შულსაც კი ვერ ენდობა. რაღაცა საზღვარი ხო უნდა ჰქონდეს. ანუ ესე იგი, როგორი მომენტია, იცი რომ გადაკვეთილია ეს საზღვარი, აი რაღაცას რა ადეკვატურობის, ან პრინციპულობის, პასუხისმგებლობის საზღვარი რაც უნდა ყოფილიყო, ეს საზღვარი გადაკვეთილია და ეხა იმის იქით რაც არ უნდა მოხდეს, ყველამ თავის პონჩი იჯლიგინოს. ესეთი მდგომარეობა არის ალბათ რა და შესაბამისად ამას ახმოვანებს და თავის სახელს არქმევს კახა კალაძე ფრაზით რომ მე ხა რაც არ უნდა მოხდეს ისეთი ვითარება რომ შულსაც კი ვერ ენდობი კაცი. ბიჭო, ამათმა ყველაფერს გადააბიჯეს, ნამუსსაც გადააბიჯეს, სინდისაც, ეგრე ოჯახურ ღირებულებასაც კი გადააბიჯეს და თქვენს რომ შვილს ვერ ვენდობითო, ჩვენივე აწყობილ ქვეყანაშიო. და თქვენ რა ვერ გადააბიჯეთ, ვიღაცა აკაცუკის და თქვენს რაღაცა პოლიტიკურ გემოვნებას რომ ელემენტარული პროტესტი გაგიჩნდეს რაღაცაზე ადამიანს და უბრალოდ ხმა მოიღო. მაგას რანაირად ვერ გადააბიჯე ადამიანმა და კიდე რანაირად შეიძლება ფიქრობდე იმას რომ ესენი თუ არ იქნებიან აბა ვინ უნდა იყოს. რავი, ისეთი ადამიანი რომელიც თავის შვილზე მაინც აიღებს პასუხისმგებლობას რამე რო იყოს. ეგეთი ადამიანი რო იყოს, აი ეგ პლანკა რო დავაწესოთ რომ აი არის ადამიანი რომელიც საკუთარ შვილზეც კი ვერ იღებს პასუხისმგებლობას კორუფციულ თემებში და იქნება მაგაზე ოდნა უკეთესი ტიპი რომელიც რამე რო იყოს თავის შვილზე მაინც აიღებს პასუხისმგებლობას და იტყვის რომ იცია ჩემი შვილი თუ აშავებს და მე ვარ უდიდესი თანამდებობის პირი გადავდგები მე არ ვიცი აი ჰიპერბოლა ეს იყო სხვათა შორის ის რასაც ამბობს ეგ ჰიპერბოლა არ არის ეგ რეალობა არის და მაგას ნაგლად და თავხედურად გეუბნებიან უკვე პირდაპირ ანუ იმიტომ რომ აი აღარ აინტერესებს უკვე ფეხებზე კიდია